აბა როგორ დამზარდება მე თქვენი სამსახურიო დაილოცოს ბურძენი და ურმარინი კახურიო კალიკ ბიჭებივა თავზე თუთი კვახურია რაც კი რამე კარგი არის ყველაფერი კახურია კახეთი ღვინისა და ვაზის მხარეა ალაზნის ველის ძველი მონასტრების და მადლიანი პურმარილის მაგრამ აქავრობას კიდევ ერთი გამორჩეული გემო ამშვენებს კახური შაშხი გემო რომელიც ტყეში იბადება და სუფრამდე თავისი წესისამებრ მოდის. კახეთში შაშხის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ესაა პროდუქტი, რომლის უკანაც საუკუნეების ისტორია, ხალხური ტრადიცია და ბუნებასთან მჭიდრო კავშირი დგას. ხანგრძლივი ომების პერიოდში კახური შაშხი ქართველი მებრძოლებისთვის ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლებოდა. რადგან დიდხანს ინახებოდა და გზაში წასაღებადაც მოსახერხებელი იყო. ღორის ხორცს კახეთში თითქმის ყველა ოჯახი ბოლავს და სტუმართან თავს ხშირად იწონებენ, გემრიელი ვიჩინა მაქვსო. მაგრამ კახური შაშხი სულ სხვაა. შაშხი მზადდება ადგილობრივი ტყეში ნაკვები ღორის ხორცისგან და მისი წარმოება კონკრეტული სტანდარტებითა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნით რეგულირდება. ვიჩინა უფრო ფართო, საყოფაცხოვრებო ტიპის ტრადიციულ პროდუქტად ითვლება, მაშინ როცა კახური შაშხი უკვე კონკრეტულ რეგიონთან, ნედლეულთან და დაცულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ბრენდირებული პროდუქტია. პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. ახლად დაკლული გაუყინავი ხორცი იწმინდება გრილ ტემპერატურაზე, რამდენიმე დღე ყომდება და აწევრდება. ამის შემდეგ უნდა დამარილდეს და შესუნელდეს. გამოიყენება მსხვილი მარილი, ნიორი, დაფნა, შავი პილპილი და სხვა სუნელები. ხორცი რამდენიმე დღით თავსდება სპეციალურ მარილ ხსნარში, ეგრეთ წოდებულ წაკში, რაც საბოლოოდ მის სტრუქტურას და გემოს განსაზღვრავს. შემდეგ ამოიკიდება და გაშრება. ამის შემდეგ იწყება შებოლვა. ტრადიციულად თონეში, მუხის, წიფლის, ნახერხის ან კაკლის ნაჭუჭის კვამლზე. სწორედ ეს ეტაპები აძლევს კახურ შაშხს მისთვის დამახასიათებელ პიკანტურ არომატს, ფერს და განსაკუთრებულ გემოს. საბოლოოდ მიიღება დავარგებული, შებოლილი პროდუქტი, რომლის მოხმარებაც შესაძლებელია როგორც მოხარშვის შემდეგ, ისე დამატებითი თერმული დამუშავების გარეშეც. კუსტარული წესით ხდებოდა ამ შაშხის დამუშავება, შებოლვა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწყო წარმოება, სადაც დავიცავდით ყველანაირი სურსათის უნებლობის ყველანაირ ნორმას. ჩავდეთ, გვაქვს შესაბამისად თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი უჟანგავი ფოლადის ავზები, სადაც ხდება ამ ხორცის ჩადება და დამარილება. ამას ჭირდება 20-25 დღე დამარილებას. შემდეგ ეს გადადის სპეციალურ საშრობებში, სადაც ეს ხორცი შრება. შემდეგ გადადის შესაბოლ კამერაში, სადაც ჭირდება 2-3 დღე შებოლვის პროცესს და შემდეგ უკვე ხორცი ხდება საკვებად ვარგისი. ზოგადად ცნობილი რა თქმა უნდა იყო ვიჩინაზე, მაგრამ კახურ შაშხზე, რაც ჩვენ დავიწყეთ კახური შაშხის წარმოება, მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი, საკმაოდ კარგად იყიდება ჩვენი პროდუქცია და იმიტომ ფაქტია რომ მოწონთ ხალხს და იმიტომ იყიდება პროდუქცია. გვინდოდა რომ შეგვეძინა ტყეში ნაზარდი ღორი, რათა სტიმული მიგვეცა ფერმერებისთვის, რომ განვითარებული იყო ეს ფერმერობა განვითარებული იყო. ტყეში ნაზარდი ღორი არის გემობრივი თვისებები ძალიან გამოირჩევა, არის ძალიან კარგი, არის გემრიელი. ღორი ტყეში იკვებება ნატურალურ პროდუქტზე, ანუ ყოზე, რაც მოიპოვება ტყეში ნატურალური ისინი და ამიტომ შესაბამისად ღორიც არის უკვე ნატურალური სუფთა და გემრიელი. სირთულე ის არის, რომ ეს ღორი არ არის სახლში და დამწყდეული საფარში, ანუ ეს ღორი არის ტყეში, ვიჭერთ ამ ღორს ტყეში, რა თქმა უნდა ვიჭერთ ტყეში და მის გამოყვანა ტყიდან შესაბამისად მიყვანა ადგილზე დაკლა და მოყვანა ყველა არის საკმაოდ რთული პროცესი წარმოადგენს. მოოვლა ამისი ხდება შედარებით ბევრად იაფი და ფერმერი არის მეტად მომგებიანი ამ საკითხში. შესაბამისად იმიდან გამომდინარე, რომ დამწყდეული ღორის და რომელიც ფერმაში იზრდება ღორის, იმის ღორის გაზდა უფრო ძვირი იზრდება. მთელი წელი მუშაობს ეს ბიზნესი და რა თქმა უნდა შემოსავალი აქვს ყოველ მთელი წლის განმავლობაში ფერმერსაც და მეწარმესაც. 30 ლარი ღირს 1 კილოგრამი
შესაბამისად მის ვიჩინაღის ფერმაში გაზრდილი ღორის ვიჩინაღის 25 ლარი და შესაბამისად ძვირი იმაში გადის სეგმენტში. მომხმარებელი სტაბილურად არის და კვაყოფილები არიან მომხმარებლები. ადგილობრივებიც და უცხოელებიც ორივეს იჩეს ყურადღებას. ბიზნესმენისთვის, ნამდვილად მეწარმისთვის და ბიზნესმენისთვისაც საინტერესოა, მეწარმისთვის საინტერესოა, მომგებიანია ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ძალიან ჭირს ნატურალური პროდუქციის შეძენა და ამ ხრივ ეს არის ძალიან გამართლებული და ვფიქრობ, რომ მომავლის ბიზნესია ნამდვილად. ბოლომდე ვიყავი ჩართული დაპატენტების პროცესში და ამ პროდუქციამ მიიღო გეოგრაფიული აღნიშვნა. დაპატენტება არის კარგი იმისთვის, რომ თავს ვიცავთ ფალსიფიკაციისგან. კახეთში სტანდარტის დაცვით შაშხს მხოლოდ ერთი მეწარმე ამზადებს. სხვაებიც ფიქრობენ, თუმცა ზოგს ფინანსების საჭიროება აშინებს, ზოგს ღურის დაავადებების ეშინია, ზოგმაც სტანდარტებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად ვერ მოიცალა. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მეღორე ფერმერები აქ თავს ყველაზე დაჩაგრულად თვლიან. ამბობენ, რომ სახელმწიფოს მათთვის სპეციალიზებული მხარდამჭერი პროგრამები არ აქვს. არც ბანკები იძლევიან სესხს და მეღორე ფერმერს ფულად რესურსებთან წვდომა მუდმივად შეზღუდული აქვს. არადა კახური ჯიშის ღორს გადარჩენა და შენარჩუნება უნდა, რადგან ეს ჯიში უნიკალურია და ყველაზე უკეთ ეგუება კახეთის ტყეში ცხოვრებას, რაც მათ შენახვას ფინანსურადაც მომგებიანს ხდის. ამათი კვების რაციონია ყოველდღიური ბალახი, ნედლეული, აი აგერ ხედავთ რკო, წიფლები იდგა და ძირითადად თავისპირად რა, როგორც ესეთი რომ ჩვენ ვერ ევოდეთ ამათ მარტო მხოლოდ დამუშავებაში რა, რაც შეეხება ეს ჭირზე და ესეთ რაღაცეებზე ვამუშავებთ. დანარჩენი თავისპირად აი ხედავთ კიდეც მათ მარტო დამატებით რაციონს ვაძლევთ, როცა გოჭი ყავს პატარა. ეს არ არის გამოყვანილი ჯიში, ეს არის ბუნებრივი, აი რო იტყვიან გარეულ ღორთან გაიგივებული ჯიშია. იმუნური სისტემაც გაცილებით ძლიერი აქვს და კლიმატებს ანუ ეგუება რა, ზამთარი, ზაფხული. ესეთ რაღაცას სად ბუნებრივ საკვებზე გაზრდილი ყველაფერს ხდება აბსოლუტურად, აი ბალახიდან და ფესვზე დამთავრებული რკო, წიფელი, ცაცხვი, აგერ ზღმარტლი, შინდი, ყველაფერს ხდება აბსოლუტურად. რაც ბუნებრივია და ბუნებრივი ის. ღორი რაღაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ანუ იყო ხოლმე პერიოდი, რომ აი გამრავლების სიტუაციაში იყო ეს ჭირი და მთელი ის და ეხლა ამდენიმე წელიწადია, რომ ისაქნა. დაიჭირა თავი რა. აი ესეთი გემო არ არსებობს ეხლა მაქვს მე სხვა ფერმერებთანაც შეხება, ადგილობრივებთან, ფერმებთან, მაგრამ კლიენტის შემოდგომიდან კლიენტი ამაზე უფრო მოთხოვნადია რა. ნედლეული უფრო ფასეული და ღირეულია. ეხლა რამდენი ყავთ, რამდენი სული? აქ რაც არის ეხლა რაც შევძელით და მოვაგროვეთ, სადღაც 1.50 სულამდეა და არის ერთი ამდენი ალბათ ვერ მოვაგროვეთ რა ფიზიკურად, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ეხლა ამ საქონლის დამორჩილება ესე. ფერმის ღორი როცა უკვე 5-6 თვის აღწევს 100 კილოგრამს აქვს და ეს არის მოუმწიფებელი ხორცი. ეს მაგწონამდე რომ მივიდეს, უნდა წელიწადზე მეტი კიდე. ანუ ამისი ხორცი და პროდუქტიულობა ზუსტად იმიტოა გაზრდილი, ამის ხორცია მომწიფებული. რა თქმა უნდა, რაც თვითონ ასაკში მიდის საქონელი, მით ხორციც უფრო დამჯდარი და მომწიფებულია რა. იყო რაღაც პერიოდი, რომ იხოცებოდა ღორი და შიშობს ხალხი, მაგრამ იმედია, რომ გვაქვს რესურსი იმისი, რომ ტყეები და მინდორი და ყველაფერი და გვაქვს იმედი იმისი, რომ სხვებიც მოგვბაძავენ. გემო და პროდუქტიულობა ამისი გაცილებით უკეთესია რა და ვინც გასინჯავს მიხვდება ალბათ იმას, რომ ნამდვილად სხვა არის და სხვა რამესთან გვაქვს საქმე. კახური შაშხის უნიკალურობას მხოლოდ რეცეპტი და ტექნოლოგია არ ქმნის. მთავარი ნედლეულია. თუ მეღორეობა არ განვითარდა, ვერც კახური შაშხის წარმოება გაიზრდება. არადა მოთხოვნა ამ უნიკალურ პროდუქტზე, სულ უფრო მზარდია. ამას მოწმობს კახეთის რესტორნებსა თუ კვების სხვა ობიექტებში მომხმარებლის სიმრავლე და მომატებული შეკვეთები კახურ შაშხზე. როგორც შეფ მზარეული გვეუბნება, შაშხი ლუდთან თხლად დაჭრილი ნედლად უფრო მოსწონთ. თუმცა მოხარშულს ითხოვენ კარტოფილთან და კვერცხთან ერთად, ტარხუნის და დოგვის თანხლებით. ანუ ვიზუალურად სისხლიანი არ არის, გამომშრალია და კარგად არის შებოლილი.
ხო, ფერი აქ იდეალური, ეხა ეს ფერი არის ამისთვის იდეალური. ძალიან მოთხოვნადია, უბრალოდ ერთი ის არის, რომ დრო ჭირდება ძალიან ერთი სათნახევარი მაინც ჭირდება. ძირითადად მოხარშვას ჭირდება სათნახევარი. ხარშვას მიაქვს დიდი დრო. ასევე უშვებთ მშრალად, თხლად დაჭრილს, როგორც ბეკონი და ლუთთან ერთად არის ძალიან გემრიელი, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი სტუმრის ფავორიტი გახდა ეს კერძი. აბა როგორ დამზარდება მე თქვენი სამსახურიო დაილოცოს ბურძენი და ურმარილი კახურიო შემეპეთა ეგ თვალები გუში დარდის გამოჩენია ჩემი ხარ და არ გაგიშვებ მეტი რაღა დამრჩენია არულალო ჰაიდარულალო არი ჰარალი არალო არხი არულალო დამ კიდევლალო არხი არულალო აბა როგორ დაგივიწყო გავხდი დარდის მსახურია კაცი ვარ და კაცი მქვია ავაწყობთ კახური შაშხის დაფას. შაშხი მოხარშული კარტოფილთან ერთად დოგვით ყემალი. დოგვით ხემალი ბატონო კვერცხი? კვერცხი მოხარშული, რომელიც ძალიან უხდება. ასევე ამ ყველაფერს ხდება ძალიან ტარხუნა. აჰა. ასევე გაბატონებისთვის თუ გემოსთვისაც. ე ბატონო. უდაოდ. ამასია. არა გახდები გულის ნაცვლად ფაქონია შემეპეთე შემიყვარდი დამდი როგორც სანათელიო დღესვე ჩემი თუ არ გახდი მე არ კახეთში ძირითადად სულ იყო მოთხოვნა, მაგრამ როგორც ჩვენი შაშხი, ჩვენი ნაწარმოების შაშხი ამ პერიოდში რაც დაუწყეთ ძალიან მოთხოვნადია. დამ კიდევლალო არხი არულალო წლების განმავლობაში კახურმა შაშხმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და დაიმკვიდრა ქართულ სამზარეულოში ადგილი. კახური შაშხი კახეთის სურნელითა და საუკუნეების გამოცდილებით შექმნილი ისტორიაა, რომელიც გემოში ცოცხლობს. მის თითოეულ ნაჭერში იგრძნობა კახეთის ტყის ბუნებრივი არომატი, ფერმერის დაუღალავი შრომა, მეწარმის კეთილსინდისიერება და ის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას სიყვარულით გადმოეცა. როცა ამ პროდუქტს აგემოვნებ, თითქოს თაბად კახეთის ბუნება გიყვება ისტორიას, ტყის სურნელზე, კერასთან გატარებულ წლებზე, ქართულ სტუმარ-მასპინძლობასა და სუფრის იმ ტრადიციაზე, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. სწორედ ასეთი უნიკალური პროდუქტებით არის შექმნილი ის, რასაც მსოფლიო ქართულ გასტრონომიულ კულტურად იცნობს. კახური შაშხი კი ამ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნამდვილი მარგალიტია. თუ კახეთში მოხვდებით, ისე ნუ წამოხვალთ რქაწითლისა და საფერავის გვერდით, კახური შაშხიც აუცილებლად დააგემოვნეთ.